საღამოშვიდობის მეგობრებო, დღეს მინდა ვისაუბრო, რატო არის აუცილებელი დავაყენოთ ელექტროფარი ბევრი ავტომატით, რომელიც ჩვენ დაგვჭირდება ჩვენი დაგეგმარების მიხედვით. წარმოიდგინეთ, რომ რომელიმე ოთახში დაგიზიანდეთ ჩამრთველი ან რაიმე ეგრეთ წოდებული ზამეკანია მოხდა. ამ შემთხვევაში თქვენ გაგეთიშებათ მთლიანი სახლი, მაგრამ თუ თითოეული ოთახი გექნება ცალკე ავტომატზე აყვანილი, მხოლოდ ის ოთახი გაითიშება ელექტროენერგიისგან. დანარჩენი სხვა ოთახები იქნება სრულიად აღჭურვილი ელექტროენერგიით. სიტუაციურად რომ ავიღოთ, თქვათ გსურთ ქალაქიდან გასვლა და თქვენ გაქვთ ცენტრალური გათბობა და არ გინდათ რომ იგი გაათიშოთ. გაქვთ Wi-Fi, ასევე უსაფრთხოების კამერები და არ გინდათ რომ ისინი გაითიშოს, მაგრამ საქართველოში ყველა მიჩვეულები ვართ, რომ სიფრთხილეს თავი არ სტკივა, აქედან გამომდინარე ვთიშავთ ხოლმე ელექტროენერგიას. ყველაფერი ერთი მეორეზე მიწყობილი რო არ გაითიშოს, მაცივრის ჩათვლით და პროდუქტები არ გაგვიფუჭდეს, ასევე კამერები არ გაითიშოს, ასევე ცენტრალური გათბობა არ გაითიშოს, ამისთვის ჩვენ შეგვიძლია ისინი ცალკე კვებაზე, ანუ ცალკე ავტომატზე ყავდეს, რომელიც სახლის გათიშვის შემთხვევაში არ გაითიშება. ზუსტად ამისთვის არის საჭირო ბევრი ავტომატი ჩვენს ელექტროფარში.